მოგესალმები, ინდირა. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. ჩემი დღევანდელი შეხვედრა მინდა ცოტა განმარტო, კარგი, სანამ ვინც ახლა პირველად გვიყურებს. მე ვარ თამარ კვარაცხელია, კვანტური ფსიქოლოგი. ინდირა არის ჩემი ერთ-ერთი ტრენინგის, საბაზისო ტრენინგის, ზრდის ფაქტორის მონაწილე და გადავწყვიტე ჩაგვეწერა ეს ვიდეო იმისათვის, რომ გავიგოთ რას ემსახურება ეს ტრენინგი. სხვათა შორის ძალიან ბევრი ჩანაწერია, ეს ტრენინგი უკვე დაახლოებით 8 წელია, მე-9 წელია მიმდინარეობს და 1000-მდე ცოტა მეტი მონაწილე ყავს და ვერ ვიტყვი ალბათ 100%-ით, მაგრამ ძალიან დიდი პროცენტი წლების მერეც კი მწერს, როგორი კმაყოფილები არიან ერთხელ მონაწილეობით თუნდაც, აღარ ვამბობ შემდეგ დონეებზე გადასვლას. ეხლა ინდირას ის ვნახე უკავშირი ერთ-ერთ პოსტზე, როცა გამოხმაურებას წერდა თუ რა მიიღო, ამიტომ ვსთხოვე, რომ ეს ვიდეო სახით ჩაგვეწერა. მოდი დავიწყოთ. ეს არის 21 დღიანი ტრენინგი ინდირა და როგორ მოხვედი, ჩემთან როგორ მიიღე გადაწყვეტილება, რა საკითხი იყო? ძირითადად ესე ღია რამაც გადაწყვეტილება მიგაღებინა, რომ ზრდის ფაქტორში მოსულიყავი. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. მივესალმები ყველას, ვინც ამ პროგრამაშია ჩართული და ვინც უნდა ჩაერთოს. ერთი სიტყვით მე თქვენ თვალს გადევნეთ, დიდი ხანია, წლებია. ალბათ 1-4 წელი იქნება, რა თქმა უნდა. ნელა გადაწყვეტილება ვერასდროს ვერ მივიღებ, მაგრამ ეხლა ვთქვი, არა, უკვე ეთყობა მზად ვარ უკვე ამ ზრდის ფაქტორში რომ მივიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ იმდენი უკავშირი მოვისმინე, იმდენი მესეჯები, მოკლედ მეთქი არა, უნდა ჩავერთო, აუცილებლად უნდა ჩავერთო და მეც გავივლი ზრდის ფაქტორს და მეც გავხდები ერთ-ერთი ზრდის ფაქტორელი. რამ გადამაწყვეტინა? უკვე წლებია, 1-3-4 წელია უკვე გავდივარ სულიერი განვითარების გზაზე, ნელ-ნელა და ნაბიჯ ვერკვევი ჩემს თავში გავარკვიე, ბევრი რამ გავარკვიე და ზრდის ფაქტორში გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, უფრო შიდა სამზარეულოში გამერკვია შიგნით ყველაფერი რა ხდებოდა. ჩემზე საერთოდ ვინ ვარ მე, როგორი დამოკიდებულებით მოვედი, რა მისიით მოვედი ამ ცხოვრებაში, რომ მაინც ჩვენი სული, რომ მოვდივართ ამ დედამის ულამაზეს დედამიწაზე, რა მისიით მოვდივართ, რომ მიახლოებით ჩემი თავი შემეცნო. აი, ჩემი თავის შეცნობის მიზნით მოვინდომე ამ ზრდის ფაქტორში მონაწილეობის მიღება, რომ გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა და მიმეღო ის სათანადო გამოცდილება, რომელსაც გვიზიარებდნენ ჩვენი ზრდის ფაქტორელები. შენ ემიგრანტი ხარ, როგორც ვიცი და აი ეს ხო ძალიან ინტენსიური ტრენინგი გამოვიდა, ანუ ყოველდღე მოდის დავალებები, რამდენად მოახერხე მონაწილეობის მიღება? საერთოდ რომ მოდიოდი, რის მიღებას ფიქრობდი და რა მიიღე? თვითონ როგორ შეძელი მონაწილეობა? ბევრი ემიგრანტი მეუბნება, რომ აი მე ვმუშაობ და მე არ მცალია, ან რაღაცა მინდა, მაგრამ დრო არა მაქვს და ასე შემდეგ. და არადა ამ ტრენინგის დიდი ნაწილი, უმრავლესობა, ასე ვთქვათ, 60% მაინც არიან ემიგრანტები, ნუ აგერ უკვე 8 წელია, რამდენმა ემიგრანტმა გაიარა, ვინ მოთulis ამ ტრენინგს უკვე. შენ როგორ დაალაგე ეს დროის ფაქტორი? დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა ემიგრანტები იქნებიან, იმიტომ რომ ემიგრანტობა ძალიან რთული რამაა, ეს 2009 წლიდან ემიგრანტი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც ჩვენი ემიგრანტები იქნებიან უმრავლესობა. დრო სინამდვილეში ჩვენთან დროის სხვაობაც არის, იმიტომ რომ ჩვენ უფრო უკანა ვართ საქართველოს დროსთან შედარებით. როგორ მოვახერხე? ეხლა მე ვერ გეტყვით სინამდვილეში, რომ ძალიან ვაქტიურობდი, მაგრამ აი ვცდილობდი, სადაც წავიდოდი, მოვდიოდი ავტობუსში ვიჭექი, სამუშაოზე თუ რაღაც დრო მქონდა, რომ აი თქვენი ჩანაწერების მაინც მომესმინა და შეძლების დაგვარად დავსწრებოდი.
ყველა ემიგრანტს, ნამდვილად რომ ყველა ემიგრანტს ვუსურვებ, რომ ჩაერთოს ამ ზრდის ფაქტორში, იმიტომ რომ ემიგრანტობა იმდენად რთული რამეა, რომ ეს ძალიან მეხმარება. მე პირადად ძალიან დამეხმარა. ძალიან დამეხმარა ჩანაწერების მოსმენით და ამდენი მასალაში გარკვევით. პრაქტიკულად არის სავარჯიშოები, რომელიც ყოველდღიურად უნდა დააპრაქტიკო, მაგალითად დამკვირვებლობა, ფიქრებზე დაკვირვება, შენს რეაქციებზე დაკვირვება, მსგავსი რაღაცა ისედაც აკეთებს საქმეს და უბრალოდ ძველებური მექანიკური ჩვევები კი არ გამოიყენო, არამედ დააკვირდე, საიდან მოდის ეს შენი ჯერ დააკვირდე შენ ჩვევებს, გაემიჯნო ამ რეაქციებს და აი ამას ასწავლის ფაქტიურად ეს ზდის ფაქტორი ასწავლის დუალურ სამყაროში, როგორ უნდა აირჩიო პოზიტივი და რო სხეულის დონეზე სად მდებარეობს ეს რა გარჩევინებს ამაზე და მესამე მოდული ჩვენ გვქონდა საკუთარი თავის სიყვარული და დაფასება, როგორც ღვთის მოცემულობის ნაპერწკალის, რომელიც ამ სხეულშია. კონკრეტულად აი ეს დისფაქტორი რო დაასრულე, რამე ცვლილებები რა იგრძენი შენ, რამე საგრძნობი ცვლილებები, იმიტომ რომ იქ უკავშირში ძალიან კარგად გეწერა. აი რა ცვლილებები მოახდინა 61 დღემ. აი ცვლილებები ნამდვილად მოახდინა, აი დაწყებისთანავე პირველ მოდულში, როგორც კი გავერკვეთ ეს დამკვირვებლის როლში მონაწილეობა და მერე სტოპ დესტრუქციული აზრების უარყოფას უცებ ეგრევე და ეგრევე ქალბატონო თამარ ჩემთან იყავით ყოველ დღე და დღემდე როგორც კი გამახსენდება თქვენი პრაქტიკებიდან გამომდინარე რომელსაც ვასრულებ და დღემდე კიდევ უფრო ვუღრმავდები ქალბატონი თამარ სინამდვილეში რომ თქვენი დამსახურება მართლაც ამ ზრდის ფაქტორის დამსახურება პირველ მოდულში იმდენ რაღაცა საჭირო პრაქტიკებს ვეცნობით რომ ყველას გჭირდება, იმიტომ რომ დღეს ისეთი სიტუაცია, რომ გინდა არ გინდა ეს ამდენი ცუდი ამბების გადამკიდე აუცილებლად თავშიც ისეთი აზრები მოდის, რომ აუცილებლად უნდა დაბლოკო, სტოპ. მეუბნები, სტოპ, გაჩერდი. და ეგრევე გადავრთავ ჩემს აზროვნებას. ძალიან მეხმარება დამკვირვებლობა ძალიან, აი რომელი პრაქტიკა დავასახელო, რომ ყველა ერთმანეთზე უკეთესი დღევანდელ ცხოვრებას რომ შესაბამება და ჩვენ რომ შეგვიმსუბუქებს ცხოვრებას და აზროვნებას. აი ბევრი მეუბნება, რომ იცი მინდა აზრების მართვა, ქაოსი მაგ თავში, ვერ ვაჩერებ ამ აზრებს. რამდენად შეძლებს ზდის ფაქტორი ამაში დაეხმაროს მათ? ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა. ჩემთან პირადად ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, იმიტომ რომ შეიძლება ყველა სხვადასხვანაირი მეთოდი აქვს. შეიძლება მოვისმინე მაგალითად, ხო დღეს 1000 რაღაცებს ვუსმენთ, ყველა თავის აზრს გამოთქვამს, მაგრამ აი ეს თქვენგან რომ მოვისმინეს პრაქტიკა დესტრუქციული აზრების უარყოფა ეგრევე ეს რაღაცასთან დავაკავშირე ეგრევე რომ მითხარით რომ წითელის დაიმახსოვრეთო სტოპის ნიშანი როა და ეგრევე აი გააჩნია ვინ როგორ მიიღებს და ვინ როგორ გადმოგცემს ამ პრაქტიკას ჩემთან მაგალითად ძალიან დიდი შედეგი დამიტო კი ვერ ვიტყვი რომ არა ძალიან დიდი დარწმუნებული ვარ სხვათა შორის რომ ნებისმიერის ვინც გაიარა რომ ყველა ამ პრაქტიკებს ყველა ნათლად იყენებს დარწმუნებული ვარ მე ამაში დარწმუნებული ვარ არა გამოვა სხვანაირად იმიტომ რომ იმდენად კარგი პრაქტიკებია და იმდენად ყოველდღიურობაში რომ გვადგება ისეთი რაღაცებია რომ მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან რომ ადგება და ძალიან რომ დამილაგა ეს ქაოსი დაალაგა და თავის ადგილას ყოველთვის აზრს კი და ჩემი მიზანიც ის არის ამ ტრენინგში მონაწილემ წაიღოს ის უნარჩვევები, რომელიც ახალი ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს. მეტი ამ დანიშნულება ჩემ მოღვაწეობის და ზოგადად უშუალოდ ზრდის ფაქტორი სხვა არაფერია, თუ არა ყოველდღიური უნარების და ჩვევების განვითარება, რომელიც შეესაბამება ახალი ცნობიერების შექმნას, ანუ შენ შინაგან სამყაროში
აი როგორც მაგალითად სახლს დაალაგებდი, ანუ იყიდე რაღაც ძველი სახლი, მთავარია ეხა კედლები ბამდე დახვიდე ძირფესვიანად, გაასუფთავო, ნაგავი გაიტანო და დაახლოებით ამას აკეთებს დისფაქტორამდე მოსული ადამიანი, ის მენტალური, ემოციური ნაგავი, რომელიც მასშია, ამის აღმოჩენას უწყობს ხელს, მერე მისგან გასუფთავებას და უკვე ამ გასუფთავებულ ნიადაგზე საკუთარი საუკეთესო ვერსიის შექმნის პრაქტიკებს იძლევა. როგორ ფიქრობთ ამ ეთახილები ამაში? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. როგორც თქვენი პრაქტიკებიდან და როგორც ზრდის ფაქტორიდან, აი გაზიარებული პრაქტიკებიდან გამომდინარე, იმდენი ფილმები გაგვიზიარეთ და იმდენი ცოდნა გაგვიზიარეთ, რომ აი სულ რომ არაფერი არ გაეკეთებინა მანამდე, ეს საბაზისო ცოდნა იმდენად ფეხზე დააყენებს და იმდენ მოტივაციას მისცემს ადამიანს, რომ ძალაუნებურად შეიცვლება. ის საინტერესოა თვითონ მოსვლაც და ველში შემოსვლა ამ ველში თქვენ მომწერეთ გახსოვს როდესაც საფასური გადაიხადეთ და მე ბმული მოგეცით ჯგუფში შესასვლელი უკვე მიხარია თქვენს გვერდით რო ვარო აი ეს შინაგანი მზაობა ცვლილებებისთვის მე ეგ მესიჯი კარგად მახსოვს რომ მომწერეთ ეს უკვე განაპირობებს რომ შენ გაშლილი გულით შემოდიხარ ამ ველში გაშლილი გულით ნდობით იღებ პრაქტიკებს აკეთებ ან ხორციელებ რასაც აკეთებ, თავიც არ უნდა დავიდანაშაულო, თუ ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ სივრცე იძლევა და ჩვენი გოცნობიერება იჭერს იმას, რის მისაღებადა ცხოვრების იმ მომენტში ვართ მზად. ამიტომ არიან ორგზის, სამგზის, ოთხგზის დისფაქტორელები, არა და მასალა ერთი და იგივეა. და ისინი უბრალოდ პირველში წაიღეს ის რისთვის იყვნენ მზად, მეორესთვის შემდეგი ეტაპი და მესამესთვის შემდეგი ეტაპი დაახლოებით ასეთ იფრცხნება ძველისგან ცნობიერება. ახლა ვისურჩევდი ამ ტრენინგს და დავასრულოთ ალბათ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ვისთვის არის როგორ ფიქრობ ეს ტრენინგი? მე მე ყველას ვურჩევ. მე ვერ გამოვარჩევ ადამიანს, რომ ეს ამისთვისა, იმისთვისა. მე გულით ვურჩევ ყველას, რომ ის რწმენა, ნამდვილად ის რწმენა გაუღვივდება მოტივაცია თავარია მთელი გულით რწმენით შემოვიდეს და თავარია მთელი იმით ჩაეფლოს, რომ აი ეს აისრუტოს ეს მასალა პირველი მოდულიდან რომ წაიტრიფოს, აისრუტოს და აითვისოს ეს მასალა უკვე ეს ადამიანი სხვა ცნობიერებით შევა გადავა მეორე მოდულში. მე ვერ დავაკონკრეტებ ვის, მე ყველას ვურჩევ. გეფიცებით ადამიანობას ყველას ვურჩევ გულით, რომ გააწევრიანდეს ზრდის ფაქტორში და მიიღოს ის ცოდნა ულევი. ნუ არ ვიცი, ვერ დავასახელებ. გეფიცებით ყოველდღე ვაკეთებ 1-2 პრაქტიკას განსაკუთრებით და საოცარი ცვლილებები მაქვს თამარ. გეფიცებით ადამიანობას კიდევ რაღაცები შევითავზე კიდევ რაღაცები ნუ ყველაფერს ხო ვერ იმასიძე ყველას ვურჩევ თავარია დიდი მოტივაცია და თავარია რწმენით შემოვიდეს რომ მე ხვალ უკვე სხვა ადამიანი გავხდები დიახ მენდოს იქ პირობითი კონტრაქტით არის გახსოვს 21 დღიანი თანახმა თუ არ ხარ თუ არა რო ძველი ცოდნა დატოვო და მხოლოდ 21 დღიან პრაქტიკებს სრულინდებით შემოუერთო და მე თანხის უკან დაბრუნებასაც ვთავაზობ თუ თანახმა არ იქნება რომ 21 დღე სრულინდობით გამომყვეს მაშინ აზრი არ აქვს თუნდაც ამ ველში შემოსვლას და თანამშრომლობას. ინდირა, დიდი მადლობა შენ დობისთვის. იმისთვის, რომ ის რომელიც დისფაქტორელი ხარ შემახსენე? 47. 47, ანუ წინას დისფაქტორელი ყოფილხარ. 48-ს დისფაქტორი იწყება თვის ბოლოს და მინდა რომ ვისაც სურვილი გაქვთ არ გადადოთ, იმიტომ რომ სამყაროში ძალიან გლობალური ცვლილებები მიმდინარეობს და დაბალი ენერგეტიკული მდგომარეობაში დარჩენა, ვიბრაციებზე დარჩენა გამოიწვევს ძალიან დიდ სტრესულ მდგომარეობას და მინდა რომ
ნათელი გამოფხიზლებული გონებით უყუროთ იმას, სადაც იმყოფებით და აა, დაიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობას დისფაქტორით. ეს არის მოსამზადებელი კლასი, როგორც სკოლაში. ეს არ არის სრული მასალა. ჩვენ გვაქვს სხვა დონეებიც, უფრო რთული და მაღალი ცნობიერების ტრენინგები, მაგრამ ზის ფაქტორი არის ის მოსამზადებელი კლასი, რომელიც ელემენტარულად განგვანათლებს ჩვენ და გვასწავლის გაგვარკვევს ენერგიებში, გვასწავლის ამ ყველაფერთან სწორ მუშაობას და აგვაღებინებს ვექტორს ჭეშმარიტებისაკენ, საკუთარი თავისკენ. დიდი მადლობა შენდობისთვის, მოსვლისთვის, უკავშირისთვის, გილოცავს დისფაქტორობას, მე ულოცავ შენ თავს, ჩემ თავს, შენს გაცნობას და მინდა იყო ბედნიერი, სულ სიხარულით, წარმატებულად და სიყვარულით გევლოს ცხოვრების გზაზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და თქვენ მიყვარხართ. მართლაც რომ გულით მიყვარხართ. იმდენად ტრანსფორმაცია, იმდენად მადლიერება და იმდენად სიკეთე და სიყვარული შემოიტანეს სინათლე ჩემ ცხოვრებაში. მადლიერი ვარ ქალბატონო თამარ და ყველას ვურჩევ ქსული და გულით რომ მიიღოს მონაწილეობა. ნამდვილად ყველას ვურჩევ. მადლობა ძირფად. რამდენი მეტი ადამიანი გვეყოლება დედამიწაზე გახარებული, სიყვარულით სავსე, სინათლით სავსე, ჰარმონიით სავსე, მეტი სიყვარული და სინათლე სუფევდეს იქნება მთლიანად სამყაროში. და ეს უდიდესი ბედნიერება იქნება ჩვენს დედამიწაზე. ჭეშმარიტ. მადლობა ქალბატონო, მადლობთ და კარგად ზანდებოდეთ. კარგად, ძირფას, მადლობთ.